ქართული ოცნება ამ ნარატივებს, ანუ როდესაც რაიმე ანტიდემოკრატიულ ან ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობას თუ რა განცხადებას აკეთებს მისი პოლიტიკური წარმომადგენელი, ყოველ უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენებს რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელთაც ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, თავი წარმოაჩინოს ქრისტიანობის მცველ ძალად, ანუ ის არის ერთ-ერთი ქრისტიანობის მცველი ძალა, სხვა ყველა მისი ოპონენტი იქნება ეს საერთაშორისო დონეზე თუ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მათ შორის ნებისმიერი მისი ოპონენტი, აქ მოიაზრება ყველა ის პირი, ვინც ეწინააღმდეგება ამ ანტიდემოკრატიულ ქართულსემის ქმედებებს, ამავდროულად ვინც კრიტიკულად იღურავს მათ შორის ადამიანის დარღვევებს და ანტიკონსტიტუციურ კანონებს. ხო, ამ ყველაფერში ქართული ოცნება მათ შორის ამატებს რელიგიას და მიუთითებს, რომ ეს პირები, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს პარტნიორები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, მედიაც მათ შორის, ყველა ეს ძალა ასოცირდება ქრისტიანობის მებრძოლ ძალად, მაშინ როდესაც ქართული ოცნება ქრისტიანობის მცველი არის და ისინი ებრძვიან როგორც პატრიარქს, როგორც საპატრიარქოს, რელიგიას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. და ამ ნაწილით მას სურს, რომ შექმნას ერთგვარი მტრის ხატი, რომ ნებისმიერი ძალა, ვინც კრიტიკულად არ განწყობილი ქართული ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით, ეს ყველა წარმოადგენს მათ შორის ქრისტიანობის მებრძოლ ძალას, ხოლო თვითონ იცავს ქრისტიანობას. ამ ნაწილში უკვე ამ არჩევნების შემდგომ უკვე დაიწყო ქართული ოცნებამ ერთგვარი თავისი პროპაგანდისტული და გზავნილები, რომელიც ერთგვარ ეფუძნება შეთქმულების თეორიებს და პირდაპირ მიბმული, ასე ვთქვათ, დაეყრდნობა რუსულ პარადიგმას, ანტიდემოკრატიულ პარადიგმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, deep state, უცხო ძალა, სხვადასხვა ტერმინებს იყენებს ამის ქართული ოცნება და იმ გზავნილებში, სადაც deep state და ეს უცხო ძალა, ასე ვთქვათ, იბრძვის საქართველოში ქართულ ოცნებას, მათ შორის ფიგურირებს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი გზავნილი ერთგვარი ნარატივი არის ის, რომ ეს ძალები, მათ შორის უცხოური დონორი ორგანიზაციები, ხო, პარტნიორი დონორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციებიც აფინანსებს აქ ადგილობრივ სექტორს იმისთვის, რომ მოაწყოს მათ შორის საპატრიარქოს ან მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის